დიდება უფალს. იცით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სულ ყველა უგრძნობდეთ ღმერთის თანდასწრებას, ღმერთის სულის მმართველობას. და არ უნდა ვიყოთ გართული ამ ქვეყნიერებით, იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია, როგორც მაშინ იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება უკანასკნელ ჟამსაც. ადამიანები ჩვეულებრივად იცხოვრებენ. ადამიანებს ექნებათ საზრუნავი კარიერაზე, ოჯახის შექმნაზე, სახლების აშენებაზე, გამრავლებაზე, მაგრამ უცებ დადგება ღმერთის დიადი და საშინელი დღე. დღესაც ვკითხულობდი, ის დღე ქურდივით მოვაო. იცით, ქურდი არასოდეს არ რეგზარზე იმს, რომ სადღაც მივდივარ და რაღაც უნდა მოვიპარო, ვიღაც უნდა გავძარცო, ის ყოველთვის ფარულად ემზადება ამისთვის. და ღმერთი წინასწარ გვეუბნება, რომ ის დღე მოვა როგორც ქურდი. არა იმიტომ, რომ მას არ უნდა, რომ მისმა შვილებმა არ იცოდნენ. პირიქით, მან ეს წინასწარ განგვიცხადა ჩვენ. არამედ იმიტომ, რომ მას უნდა რომ ეძიებდნენ და ადამიანები იმზადებდნენ საკუთარ თავს. არა იმისათვის წერია წმინდა წერილში, მთელი ეს აპოკალიფტური მოვლენები აღწერილი, იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენი გული დადნეს შიშით. არამედ იმიტომ, რომ მომზადებულები ვიყოთ. და რა კარგია, რომ ღმერთისთვის უცნობი არაფერია. რა კარგია, რომ ღმერთი ყველაფერს წინასწარ ჭრեց. იცით, როდესაც პირველად მიქადაგეს, სულ იმაზე ვფიქრობდი. მიღირს კი ჩემი ცხოვრების გადაცემა ღმერთისთვის. ჯერ ახალგაზრდა ვარ. ჯერ დააკვირვინეთ ხოლმე მე ბავშვი არ ენატრებოდეს. იცით რა? მენანებოდა ჩემი თავი ღმერთისთვის. ჯერ ახალგაზრდა ვარ. მინდა დავაგემოვნო რაღაც კონკრეტული ცოდვები, მინდა მივახციო რაღაცას ჩემს ცხოვრებაში, მინდა ავიწყო ის, ვიყიდო ეს, შევიძინო ის. მაგრამ ერთხელ უფალმა, როდესაც აი ამ ჭიდილში ვიყავი, წინასწარმეტყველური სიზმარი მომცა. ორი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი სიზმარი ვნახე ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ ძალიან რეალური იყო ეს, დავინახე როგორ გამოვიდა ჩემი სული ჩემგან. და მივხვდი რომ მზად არ ვიყავი მე ამისთვის. ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ჩემს სულს ვიღაც ეკაჩებოდა, როგორც მტვერსასრუტი ეკაჩება ხოლმე მტვრის ნაწილაკებს. არც შეწინააღმდეგება შემეძლო ამის. არც რაიმეს დაპირისპირება. თან ხედავდი რომ აქ ჩემი სხეული იყო, აქ მე ვიყავი და სადღაც მივყავდი და ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ბევრი არასწორი ფიქრისა და აზრის მონა ვიყავი. და მაშინ შევღაღადე უფალს, რომ უფალო შემიწყალე მეთქი. და ჩემი სული დაბრუნდა ჩემს სხეულში. ეს იმდენად რეალური სიზმარი იყო, რომ ვერც კი მივხვდი მეძინა თუ მეღვიძა. იმ წუთში დავემხე მუხლებზე და უფალს ვთხოვდი, რომ შევეწყალებინე, მაგრამ ამან შიშმა მაინც არ მომცა ძალა იმის, რომ მიმეცა ჩემი ცხოვრება, მიმეძღვნა ღმერთისთვის. გამუდმებით ეს ფიქრები მაწუხებდა. მენანებოდა კიდეც, იცით, რო იტყოდნენ ხოლმე, რომ უფალი მალე უნდა მოვიდეს, ცოტა მენანებოდა, მინდოდა რომ მომესწრო აი ამ ქვეყნიერებაზე, ჩემი თავის გამოცდა, რაღაცების გაკეთება. და ერთხელ ნახე კიდევ ერთი ასეთი სიზმარი. ეს ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა. 60-ის კარიბჭე იყო, 60-ის კარებთან ვიყავი მისული. და იმ კარიბჭის გახსნას ველოდებოდი და იქ უნდა შესულიყო რაღაცა ტრანსპორტი და ეს ტრანსპორტი იყო დიდი მატარებელი, რომელსაც ველოდებოდი. აი აქ იყო გაჩერება, აქ იყო დიდი კარიბჭე და ველოდებოდი მატარებელს, რომ აქედან უნდა წამოსულიყო. ჩამჯდარიყავი ამ მატარებელში და შევსულიყავი 64-ში. კარი როდესაც გაიხსნა დიდი კარიბჭე, ჩემდა გასაკვირად მატარებელი აქედან კი არ მოვიდა 64-ში შესასვლელად. მატარებელი გამოვიდა 64-დან და მივხვდი რომ ამ მატარებელს მთელ დედამიწაზე უნდა დაერტყა წრე. და მივხვდი რომ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდებოდა.
და რატომღაც არ მომინდა ამ მატარებლის გაყოლა. იმიტომ რომ მივხვდი რომ მთელი ცხოვრება ამ მატარებელთან ერთად უნდა მევლო, ბოლოს ისე აქ უნდა მოსულიყო, კარი გახსნილიყო და შევსულიყავი. და ვიფიქრე რომ მოდი არ გავუყვები მეთქი ამ მატარებელს. მოდი ჩემთვის ვიცხოვრებ, ვიქნები აქ აი ამ გაჩერებაზე, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. 64-ის კარი უკვე ვიცი სადაც არის. გამოვა ეს მატარებელი, წრეს დაარტყავს, ივლის მთელი ცხოვრება არ ვიცი რამდენი 60-70 წელიწადი. ბოლოს მოვა შევახტები ამ მატარებელს შესვლის წინ და შევალ. ჩემთვისაც გემრიელად ვიცხოვრებ. ხო ხსმენიათ ესე ან ფიქრი მაინც გექნებათ გულში გავლებული, აი რა საჭიროა ახალგაზრდამ მიუძღვნა თავი ღმერთს. დაუბერდები და სიკვდილის წინ როცა უკვე დაუძლურებული ვიქნები, უცებ მოვინანიებ და შემრჩება ეს ცხოვრებას და ის ცხოვრებას. გეგონება ჩვენ ღმერთზე ჭკვიანები ვიყოთ. ქონიათ ასეთი ფიქრი ვინმეს? მე მქონია, აი ვიღაცას კიდე ქონია. ვიღაცა შეიძლება ფანტაზია არ ეყო. იცი კაც ცოდვა რომ გიყვარს. ყველანაირ გზას ეძებ, რაღაცნაირად გადადო ღმერთთან შენი მიახლოება. მაგრამ მე გეტყვით ამ სიზმარში რა მოხდა? ვიდექი ამ გაჩერებაზე. სემ დააჭირა ძალიან ცხელოდა. უსაქმურად ვიდექი, არაფერი, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი იყო ამოვება. ვერაფრით ვერ ვისიამოვნე. უაზროდ გავლიე მთელი ჩემი იქ მოცემული დრო და უცებ გამოჩნდა მატარებელი. იმდენად გამეხარდა მატარებლის გამოჩენა ამ ჩემი უაზრო ცხოვრების გამო, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ შემხტარიყავი. გაჩერდა ეს მატარებელი ჩემ წინ. მართლაც მინდა რომ ავიდე, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ გადაჭედილი იყო ეს მატარებელი. კარები გახსნილი იყო. ხალხი აი ამ ბაქანზე, კიბეებზე ჩამოკიდული იყო ერთმანეთზე. თუკი სადმე რაიმე რკინა ქონდა გამოშვერილი, ან ფანჯრის რაფა იყო დაწეული, ან სარკმელი იყო, ყველგან ადამიანები იყვნენ ჩამოკიდებული. ერთი რამ ვიცოდი, ბავშვობაში ტროლეიბუსებს ვეკიდებოდი ხოლმე და გავიქეცი უკან მეთქი ბოლო ვაგონზე, შევახტები რაღაცნაირად, რაღაც იქნება და იქაც ხალხი იყო ჩამოკიდებული. ვიფიქრე იქნებ ზემოთ რაღაცნაირად მოხვდე მეთქი და ზემოდანაც ყველა ადგილი შევსებული იყო. აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი და ვერსად ვერ მოუნახე თითით მაინც რო ჩამოუკიდებულიყავი და უცებ დაიწყო მოძრაობა ამ მატარებელმა. და ის იყო უნდა შესულიყო ეს მატარებელი ამ დიდ კარიბჭეში და მე იქ უნდა დავრჩენილიყავი რომ გამეღვიძა. და საკმაოდ მკაფიოდ უფალი დამელაპარაკა ახალ გაღვიძებულზე. თუ შენ ახლა, როდესაც მე მჭირდები, არ მომიძღვნი შენ ცხოვრებას. როდესაც დაბერდები, მე აღარ მიგიღებ. იცით, ეშმაკს უნდა რომ ჩვენ გადავდოთ ჩვენი ღმერთისადმი მიძღვნა. მაგრამ წმინდა წერილში მკაფიო წერია, მე ვენახე მიდის და ამოწმებს ლერწებს და რომელთაც ნაყოფი არ აქვთ, იმ უნაყოფო ლერწებს ჭრიან. უსაშველოდ არ ელოდებიან, რომ ოდესმე იქნებ ნაყოფი გამოიღოს. დგება მომენტი, როდესაც უფლის მონახულების ჟამია, მოდის და ამოწმებს. ნაყოფები გაქვს თუ არა უკვე დღეს. იცით, ჩვენ გვატყუებს ხოლმე ის რომ ახალგაზრდები ვართ. ან თუნდაც ის რომ ჯერ როდის იქნება უფლის მოსვლა, რამდენი რამ უნდა ახსრულდეს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ის რაც 2500 წლის წინ წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, ის ახლა სრულდება. ამ დღეებში რეალობაა. ბევრი რამ, რაც წარმოუდგენელი იყო მაშინ, ის ახლა რეალობაა. აი თუნდაც აპოკალიფსში წერია ერთი ასეთი მომენტი, ორი წინასწარმეტყველი, რომელიც იერუსალიმის ქუჩებში იწინასწარმეტყველებენ 3 წელიწად ნახევარს. გადაკეტავენ ზეცის სარკმელს, წვიმას არ მოუშვებენ. შიმშილობები იქნება, ბევრ წყლულებს გაუჩენენ ღმერთის მოწინააღმდეგეებს. მათ დახოცავს ანტიქრისტე. წერია და ისინი 2 დღე ქუჩაში ქალაქში ეყრებიან მკვდრები. და იცით რა წერია? მთელი დედამიწის მკვიდრნიო დაინახავენ აი ამ გვამებს და გაიხარებენ. იზეიმებენ, საჩუქრებს გაუგზავნიან ერთმანეთს. 2500 წლის წინ
როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთ ქუჩაზე, სადღაც იერუსალიმში, 2 გვამი გდია და მთელი დედამიწის მაცხოვრებლებმა როგორ უნდა ნახონეს. როგორ უნდა დაინახოს ყველა ეს 2 გვამი. 2500 წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სატელიტები, არსებობს პირდაპირი ჩართვები. შეიძლება ვიღაც სადღაც რომელიღაცა ქუჩაში ეგდოს და მისი ტემპერატურაც კი გაიგონ სატელიტური თანამგზავრის მეშვეობით. ეს 2500 წლის წინ არ იცოდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ ეს ვიცით. იმიტომ რომ ღმერთის სული ჭვრეტს ყოველივეს. ღმერთი ყველაფერ ამაზე ძალიან დიდია და რამდენ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ, განა უამრავი რამ, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობა არ არის. მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ ახლა ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან, რომელზეც აი ეს დღეები ვფიქრობ, ვიქადაგე კიდეც და ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებაა, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე დღის წინ კინაღამ დაიწყო ამ წინასწარმეტყველების აღსრულება. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ. ახლა რაღაც გარკვეული პერიოდით გადადებულია ამ წინასწარმეტყველების აღსრულება, მაგრამ მე არ ვიცი, არ შენ არ იცი და არც არავინ იცის, რამდენი ხნით გადაიწია ამ წინასწარმეტყველების აღსრულება. სანამ ამას აგიკითხავდეთ, მინდა გითხრათ, რა მოხდა სულ რამოდენიმე კვირის წინ, სანამ ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამა. შეიძლება ვიღაცას პრეზიდენტებზე, მეფეებზე საუბარი არ ეჩვენებოდეს მისაღებად, როდესაც ვქადაგებდა ღმერთის წმინდა სიტყვას ვამბობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის უფლის სული და წინასწარმეტყველებები კონკრეტული იმპერიების მეფეებს უკავშირდებოდა. ყოველთვის ღმერთი იმპერიების მეფეების მეშვეობით ან ანგრევდა იერუსალიმს, ან აღადგენდა მას, ან ამხობდა ისრაელის სახელმწიფოს, ან აღაზევებდა მეფეები, დიდი პოლიტიკოსები, მთავარსარდლები, ყოველთვის იყვნენ ღმერთის სულის ხელში, როგორც მარიონეტები. ამიტომ ის რაც ხდებოდა გარშემო, ის რაც ხდებოდა ზეგან წავიკითხე და მეორეთაც უნდა წავიკითხო? მოგლეთ გზავნილები ბლომათა. იცით რა? ყოველთვის, როდესაც ღმერთს უნდოდა რაღაც შეეცვალა, ის იყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. და ახლაც გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც ღმერთს რაღაცის შეცვლა უნდა, გამოიყენოს შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი, ან რუსეთის პრეზიდენტი, ან თუნდაც საქართველოს პრეზიდენტი, ან ისრაელის. ამიტომ თუ ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჩავწვდეთ დროს და ჟამს, როდესაც დგება მომენტი ღმერთის წინასწარმეტყველებების აღსრულებისა. ერთხელ უფალი იესო ქრისტეს კითხეს ასეთი რამ: უფალო, გვითხრი, როდის მოვა შენი სამეფო? როდის მოხვალ შენი დიდებით? და იესომ თქვა, იცით რა, დროები და ვადები თქვენი საქმე არ არის. მაგრამ როგორც კი ლეღვის რტოები რბილდება, წვენი ჩდება მასში, ყვავილდება, თქვენ ხო ხვდებით, რომ ახლოა გაზაფხული. ასევე იქნება კაცის ძის მეორედ მოსვლის ჟამსაც, იქნება ნიშნები, იქნება მოქმედებები, მოვლენები და როდესაც ამ მოვლენებს, ნიშნებს, სასწაულებს ნახავთ, იცოდეთ, რომ ახლოს არის ჩემი მოსვლა, ჩემი დიდებით. იცით, ამ რამოდენიმე კვირის წინ, ჯერ კიდევ სანამ ობამა პრეზიდენტი იყო, მან გააკეთა განცხადება ასეთი, რომ კარგიაო ისრაელის და ამერიკის მეგობრობა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებაო. ჩვენ დიდი ხანია მშვიდობის დამყარება გვინდაო იერუსალიმის გარშემო, პალესტინაში, თვითონ ისრაელში და იმის გამო, რომ აი ამ ორ ერს შორის, პალესტინელებს შორის და ებრაელებს შორის სულ ომიაო, ჩვენო გადავწყვიტეთო, რომ ასეთი გეგმა შევიმუშაოთ. უბრალოდ გავყოთ ისრაელის ტერიტორიაო. ნახევარი მივცეთ, ნახევარი არა რაღაც ნაწილი პალესტინელებს და შეუქმნათ პალესტინელებს სახელმწიფო და ნახევარი დაუტოვოთ ებრაელებს. უფრო მეტიც გავყოთო იერუსალიმიცო.
ნახევარი იერუსალიმის მივცეთ პალესტინელებს, ნახევარი მივცეთ დაუტოვოთ ებრაელებს. არა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, იქ სადაც ტაძარი უნდა აღდგეს და ჩვენ ვიცით, რომ ტაძარი აუცილებლად უნდა აღდგეს. ესეც წინასწარმეტყველებებში წერია. რა თქმა უნდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს და ებრაელებს ეს არ მოეწონათ. და მათ თქვეს, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას. თუნდაც დავჭირდეს იარაღის გამოყენება. მაგრამ ვინ უსმენს ისრაელს? ამერიკის პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს და 23 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთელ დედამიწაზე. როდესაც გაერო გადაწყვეტს, რომ რომელიმე სახელმწიფო უნდა განადგურდეს, განადგურდება ეს სახელმწიფო. როდესაც გაერო გადაწყვეტს, რომ რომელიმე სახელმწიფო უნდა დაიცვან, იცავენ ამ სახელმწიფოს და გაეროს ხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს გეგმა ამერიკის პრეზიდენტის არის მისაღები. და იცით რა, მათ თქვეს, რომ უნდა შეიქმნას ორი სახელმწიფო. ერთი პალესტინის, ერთი ისრაელის. და ნახეთ ახლა ზაქარიას წინასწარმეტყველებაში რა წერია. მე-14 თავში. მოდის უფლის დღე და გაინაწილებენ ნადავლს შენს წიაღში. ყველა ერთს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ და დაპყრობილ იქნება ქალაქი. გაიძარცვება სახლები და შეიბილწებიან დიაცნი. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი. დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან. კიდევ გავიმეორებ აი ამ უხს. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი. დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან. იცით რა? გაეროს რეზოლუციით ნახევარი იერუსალიმი ეკუთვნის პალესტინელებს. მეორე ნახევარი ეკუთვნის ებრაელებს. ამიტომ თუ ებრაელები არ დაემორჩილებიან, ხდება რა? ისინი უნდა მივიდნენ გაეროს ძალებით და ის ნახევარი ქალაქი უბრალოდ უნდა დაიპყრონ. ან უნდა თქვან პალესტინელების გასაგებად, რომ ეს ეკუთვნის პალესტინელებს და პალესტინელებმა უნდა დაიწყონ ბრძოლა. თავს დაესხან ნახევარ ქალაქს და პალესტინის უკან იქნება მთელი ეს ძლიერი სახელმწიფოები. ისრაელი აღმოჩნდება მარტო. იმისათვის რომ ეს ყველაფერი სისრულეში ყოფილიყო, ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, რომ 70 სახელმწიფოს თანადგომა გაენაღდებინა თავისი ამ გეგმისთვის. ამიტომ 20 იანვარს, სანამ ტრამპი გახდებოდა ამერიკის ახალი პრეზიდენტი, 15 იანვარს ბარაკ ობამას ორგანიზებით პარიზში შეიკრიბა 70 სახელმწიფოს წარმომადგენელი. და ამ 70 ქვეყანას უნდა მიიღო რეზოლუცია და ვალდებულება უნდა მიიღო საკუთარ თავზე, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ აი ამ ახალი მშვიდობის, ეგრეთ წოდებული მშვიდობის გეგმის აღსრულებას. თუ 70-ვე ქვეყანა ერთხმად შეთანხმებოდა, ამ გეგმას ვეღარავინ ხელს ვეღარ შეუშლიდა. ახალი პრეზიდენტი მოვიდოდა, მაგრამ ეს იმდენად რთული იურიდიული პროცესები იქნებოდა, რომ რამოდენიმე წელიწადი დაჭირდებოდა აი ამ ბრძანებების გაუქმებას. და ამ რამოდენიმე წელიწადში შეიძლება სერიოზული ზიანიც მიდგომოდა იერუსალიმს. რაც აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან. ჩვენ ამაზე არ ვდაობთ ეს იქნება თუ არა. ეს ადრე თუ გვიან იქნება. რაც იწინასწარმეტყველა ზაქარიამ 2500 წლის წინ, მაგრამ საკითხავია როდის იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაინტერესებს როდის იქნება. 15 სექტემბერს შეიკრიბა ეს ხალხი, ალბათ ახალ ამბებს ვინც უყურებდით, გაიგებდით ამას, მაგრამ რამოდენიმე სახელმწიფო, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, წინააღმდეგი წავიდა რაღაც მიზეზების გამო. ისრაელმა ეს გამოაცხადა თავისი დიპლომატიის გამარჯვებად და ამ რეზოლუციის მიღება, დამტკიცება შეფერხდა. ობამამ ვერ მოასწრო ამ გეგმის სტარტზე შეყენება. სხვა პრეზიდენტი მოვიდა. ნახეთ აქ რა წერია. ყველა ერთს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ და დაპყრობილი იქნება ქალაქი. გაიძარცვება სახლები და შეიბილწებიან დიაცნი. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი. დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან. ნახეთ მე რა წერია. მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს.
დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით. გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ფრიად დიდ ხეობად და გადავა ნახევარი მთა ჩრდილოეთით და მეორე ნახევარი სამხრეთით. ნახეთ რა წერია. როდესაც ეს მოხდება, როდესაც ნახევარი იერუსალიმს ააწიოკებენ, აი მის შემდეგ წერია, მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმერებზე. ანუ უფალი მოვა. ახლა უბრალოდ დავსვათ რიტორიკული კითხვა. რაღაცა რომ არ არეულიყო და ამ 70 სახელმწიფოს უკვე ეს დადგენილება მიიღო. ხომ შეიძლებოდა რომ ძალიან გაუთვლელ მოკლე პერიოდში ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მომხდარიყო. მოდი ვთქვათ ასე, კარგი, თუ ვთქვათ ახალი პრეზიდენტი ამერიკის ამ გეგმას ეწინააღმდეგება, ჩვენ ეს არ ვიცით. იმედი გვაქვს რომ ეწინააღმდეგება. თუ ეწინააღმდეგება ამ გეგმას, რა ვიცით რამდენი ხანი იქნება ის პრეზიდენტი და შემდეგ ვინ მოვა? ისევ ასე მოაზროვნე ადამიანი მოვა თუ მოვა მაგალითად ისევ ისეთი მოაზროვნე ადამიანი რომელიც იყო წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს. ეს გეგმა ახლა კი არ დაწყებულა, ახლა კი არ მოფიქრებულა. ეს გეგმა 2500 წლის წინ იცოდა უფალმა. გაგიკვირდებათ და თუ ყურადღება მიაქციათ მეორე მუხლში წერია. ყველა ერთს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ. ამას ვინ ამბობს? ეს ეშმაკის სიტყვები კი არაა. ეს ღმერთის სიტყვებია. ღმერთმა წინასწარ იცის რომ შეაგროვებს და დასჯის ნახევარი იერუსალიმს. იმისათვის რომ მეორე ნახევარი შეიწყალოს. იმისათვის რომ გამოეცხადოს ებრაელებს როგორც უფალი. ეს სხვა რამეა, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ნიშნებზე, რომელიც უკვე ძალიან ხელშესახებია. რატომ ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე, იცით? იმიტომ რომ ფიქრები, რომელიც ბევრ ახალგაზრდას აქვს, შეიძლება თქვენს გქონდეთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ჯერ ადრეა თქვენი ცხოვრების მიძღვნა ღმერთისთვის. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ჯერ ადრეა უფლის მოსვლა, იქნებს მოვასრო, მაგრამ იცოდეთ, ის დღე მოდის ქურდივით. უფალმა თქვა თვითონ ეს. ეს იმიტომ თქვა, რომ ასე გაცხადებული ეს არ იქნება ჰოლივუდის ფილმივით. ამაზე ადამიანები სწავლობენ სინაგოგებში, სწავლობენ ეკლესიებში, კითხულობენ წმინდა წერილებში, მაგრამ მე მაინტერესებს ეკლესიის ნაწილი ხარ თუ არა შენ? მე მაინტერესებს კითხულობ თუ არა შენ წმინდა წერილს? მე მაინტერესებს ელოდები თუ არა შენ უფალს? უფლის მოსვლას, იმიტომ რომ წმინდა წერილში ახლა მაგდენი დრო აღარ გვაქვს, იქით მოგვიწევს გადასვლა ცოტა ხანში. წმინდა წერილში წერია რომ 10 ქალწული იყო, რომლებიც ელოდებოდნენ სასიძოს მოსვლას. 10 ქალწული. 5 მათგანი იმარაგებს ზეთს, რომელიც არის სულიწმინდის სიმბოლო. 5 მათგანი ყოველთვის ცდილობს, რომ აღივსოს ღმერთის სულით, ისმინოს ღმერთის სიტყვა, დარჩეს ღმერთის სიტყვაში, ლოცულობს და ყოველ დღეს უძღვნის უფალს, თავის მომავალს უკავშირებს უფალს. 5 მათგანი კი სხვაზეა დამოკიდებული. იცით რა? ჩვენ წყემს გამოვეპარება უფლის მოსვლა თუ ახლოს იქნება? იცით რა? გურამი ხომ აინც გვეტყვის რაღაცას თუ უფლის მოსვლა ახლოს იქნება. ან არ ვიცი, ვინც მიგაჩნიათ ავტორიტეტულ მსახურად. აგერ YouTube-ზე ჩავთავ რომელიღაცა ეკლესიის მქადაგებელს, ის ხომ აინც გვეტყვის, ხვალე მოდის უფალი. მე მოვასწრებ მაინც, შეიძლება გონია. ასე იყვნენ ის 5 უგუნური ქალწულიც. 10 იყვნენ სულ და ელოდებოდნენ კართან, იმ ჩემი სიზმრის არ იყოს. კართან ელოდებოდნენ, როდის მოვიდოდა სიძე და შეყვებოდნენ, მაგრამ უცებ 5-მა აღმოაჩინა, რომ ზეთის მარაგი გაუთავდათ. და კი არ იფიქრეს, რომ წასულიყვნენ და ზეთი შეეძინათ, ან ელოცათ, ან თვითონ ეძიათ ღმერთი წმინდა წერილში, ან თვითონ შეეწუხებინათ თავი, თვითონ ემარხულათ, თვითონ ელოცათ, თვითონ მომზადებულიყვნენ. დანარჩენ 5-ს უთხრეს, ჩვენ ზეთი გვითავდება და იქნებ თქვენი ზეთი გვიწილადოთ. სხვა მორწმუნეების იმედად იყვნენ. მაგრამ გადარჩენა ძვირფასებო არის ინდივიდუალური საკითხი.
შენს გვერდით მჯდომი თუ ავსებული იქნება წმინდა სულით, ეს გარანტიას არ გაძლევს, რომ შენც ავსებული იქნები წმინდა სულით. შენი გვერდით მჯდომი თუ ხვდება, როდის მოდის უფალი, ეს გარანტიას არ გაძლევს, რომ შენც მიხვდები. შეიძლება აქ სულ ყველა ერთად მღეროდეთ, სულ ყველა ერთად ვამბობდეთ ალელუიას, ყველა ვწირავდეთ ღმერთ შესაწირს, ყველა ერთნაირად ულოცულობდეთ, მაგრამ შენი გულია მთავარი. შენი დამოკიდებულება ამ ცხოვრებისადმი იესო ქრისტესადმი. იცით ვინც ინგლისური იცით, შეგიძლიათ მოიძიოთ YouTube-ში. 15 წლის ბიჭუნა იყო. არის ცოცხალია, რომელიც მოკვდა 15 წუთით. ებრაელი ბიჭუნაა, იერუსალიმში ცხოვრობს თუ არ ვცდები. 15 წუთით მოკვდა და მან ნახა ხილვა. და ისეთი იყო ეს ხილვა, რომ მთელი რაბინები ისრაელში ამაზე ლაპარაკობენ, სხვა არაფერზე. მან თქვა, რომ ვნახეო უკანასკნელი დღეების ბრძოლა. როგორ მოვიდნენ დიდი სახელმწიფოები, ჩამოთვალა იქ სახელმწიფოები, მე არ დავიწყებ ახლა ამაზე ლაპარაკს, როგორ მოვიდნენ და იერუსალიმის გარშემო როგორ დაიბანაკესო. და იყვნენო ადამიანებიო, რომლებიცო დაიმედებული იყვნენო საკუთარ წარმომავლობაზე, ჩვენ აბრაჰამის შვილები ვართო, მაგრამ ეს ადამიანები ვერ გადარჩნენო. იყვნენ ადამიანებიო, რომლებიცო ამბობდნენ, რომ მორწმუნეები არიანო, მაგრამ ეს ადამიანები ვერ გადარჩნენო. მოვიდაო მესიაო. ამას ებრაელი ბიჭუნა ლაპარაკობს და ეს მესია ყველასათვის ნაცნობი იყო და დადგა ზეთის ხილის მთაზეო და ორი წინასწარმეტყველი იყო, მას გამოცხადების წიგნი წაკითხული არც კი აქვს. ორი წინასწარმეტყველი იყო, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენო და როდესაც ისინი წინასწარმეტყველებდნენო, გაიპოვო ეს მთაშუაზე. ისინი დახოცესო, მაგრამ ცოტა ხნის მერე მესიამ აღადგინა ისინიო. და მესია რომ მოვიდაო, ყველა ვიცნობდითო მასო. ყველა აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ვიცნობდითო და ყველა ვიცოდითო მისი სახელი. და მარტო ებრაელების გადამრჩენელი არ იყო ეს მესია. სხვა წარმართიერებიდანო ბევრი ადამიანი თურმე იცნობდაო მასო და ისინიც გადაარჩინეო და მერე იქ რაბინი ეკითხება, როგორ ხვდებოდაო, ვინ უნდა გადაერჩინა და ვინ არ უნდა გადაერჩინაო. ყველა ვინც იძახოდაო, რომ მე მორწმუნე ვარო და მწამს, ასეო, არაო. მასო რაღაცნაირი თვისება ქონდაო. მასო შეეძლო ადამიანის გულების დანახვაო. და ის დადგაო კარიბჭეშიო და ხალხი რომ მიაწყდაო, ვისაც ეუბნეოდაო, რომ შემოდიო ჩემთანო, შედიოდაო და ვისაც არაო არ უშვებდაო. ბევრსო ეგონაო რომ მორწმუნე იყო, ბევრს ეგონაო რომ აბრაამის შთამომავალი იყო, მაგრამ ის მესიაო შიგნით გულებში რაღაცას ხედავდაო და იმის მიხედვით ზოგს უშვებდა და ზოგს არ უშვებდაო. შემდეგ ისიც თქვა, ატომური ბომბიო, რაკეტები გამოუშვესო ისრაელის წინააღმდეგო ბოლოსო, მაგრამ უფალმაო ჰაერში გაყინაო ეს რაკეტებიო. და მოხდა ისეო, ყველაო ვინც გადაურჩავა ამ უკანასკნელ ბრძოლასო და მოუხმობდაო უფლის სახელს, რწმენითო ყველას აძლევდაო გადარჩენას. იცით, ეს ყველაფერი აი აქ წერია ძვირფასებო. აქ ისიც წერია, იოველ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს თქვენი მოხუცები, დიდები და პატარები, ქალები და კაცები, ბავშვები იხილავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს. მოდით ნუ გავერთობით ძვირფასებო. ეს უკანასკნელი ჟამია. ის რაზეც ჰოლივუდი ფილმებს იღებს, ის რაც ათასობით წელიწადია წერია, ჩვენს თვალწინ სრულდება. იცით, ცოტა ხნის წინ ისრაელი როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. 100 წლის წინ ალბათ მორწმუნეები რო იდგნენ სინაგოგებში, ეკლესიებში და კითხულობდნენ იერუსალიმის გარშემო ერთმებიან მტრის ჯარები და ებრაელების განადგურება მოუნდებათ, ალბათ ფიქრობდნენ რა იერუსალიმის ადარიან ებრაელები, რა ისრაელის სახელმწიფო, ვინ უნდა გაყო, რა უნდა გაყო, მაგრამ 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო იერუსალიმი გამოცხადდა მის დედაქალაქად. ებრაელები დაბრუნდნენ, ომი აწარმოეს და დაიმკვიდრეს. ახლა უკვე წასართმევი არის. ახლა უკვე ძალიან ახლოს არის ამ წინასწარმეტყველების აღსრულება. მე ვსვამ უბრალოდ კითხვას შენთვის. ხვალ რომ მოხდეს და იხილო ჯარები იერუსალიმის გარშემო.
მზად ხარ შენ უფლის მოსვლისთვის ან იქნებ ისე მოკვდე რომ ვერ ციხილო შენ ხომ არ იცი რამდენი ხანი გიწევს ცხოვრება ამ დედამიწაზე ის დღე მოვა როგორც ქურდი ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ დაგვავალა ერთი რამ სანამ ის ამაღლდებოდა გადით და მთელ ქვეყნიერებაზე იქადაგეთ სახარება ერთ ადგილს წავიკითხავ და ამით ვამთავრებ ნახეთ როდესაც იესო მსახურების დაწყებას აპირებდა ის უდაბნოში 40 დღის განმავლობაში იცდებოდა ეშმაკის მიერ და როდესაც ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა უფალმა იესო ქრისტემ წერია მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა ანგელოზები მიახლნენ და ემსახურენ მას ესმარა იესოს რომ შეიპყრეს იოანე გალილეას გაემართა მიატოვა ნაზარეთი მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში ზებულონსა და ნაფთალის საზღვრებში რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი რომელიც ამბობს ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა ზღვისპირა გზა იორდანის გაღმით წარმართა გალილეა ხალხმა რომელიც ბნელში იჯდა დიდი სინათლე იხილა სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუწყინდათ და ნახეთ რა წერია შემდეგი საკვანძო მუხლი იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა მოინანიეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო ნაბუქოდონოსორმა ერთხელ ხილვა ნახა როგორ ემხობოდა იმპერიები და შემდეგ დანიელმა მას განუმარტა, როდესაც ეს ბოლო იმპერია დაემხობა, მეფობა გადაეცემა უზენაესის წმინდა ერს. ასე წერია წმინდა წერილში. და ამ მეფობას არ ექნება დასასრული. დავითის ტახტზე დაჯდება ჩვენი უფალი და ის იმეფებს ამ დედამიწაზეც და მთელ სამყაროშიც და მის მეფობას არ ექნება დასასრული. ეს ძალიან მალე მოხდება. ეს ახლა ისე ახლოს არის დედამიწასთან, როგორც არასდროს მთელი ისტორიის მანძილზე. და ნახეთ იესო ქრისტე როგორ ქადაგებდა. იესო ქრისტე სწორედ ამას ამბობდა, მოინანიეთ ხალხო, ვინაიდან მოახლოებულია ზეციური სამეფო. ახლოს არის უკვე. დამთავრდება საქართველოს, ამერიკის, რუსეთის, ისრაელის მეფობა იქნება იესო ქრისტეს მეფობა. არა ადამიანური, არამედ ზეციური სამეფო იქნება ყველაზე აღმატებული. ამენ. იცით, თქვენ ეს ყველაფერი წინასწარ გაუწყად ღმერთმა. თუ აქამდე ვინმეს ეს არ გსმენიათ, ახლა ხომ გაიგეთ. აიღეთ წმინდა წერილი, წაიკითხეთ, გამოიკულიეთ. ილოცეთ ღმერთის წინაშე. თხოვეთ უფალს, იმიტომ რომ უფალმა თქვა, არაფერს ღმერთი ისე არ აკეთებს, თუ არ გამოუცხადა თავის მსახურთ, თავის წმინდანებს, თავის წინასწარმეტყველებს. ამენ. შენ შეგიძლია წაიკითხო და იწინასწარმეტყველო ის, რაც გარდაუვალია. შეიძლება ვიღაცისთვის დღეს დასაცინი იყოს, ძველმოდური იყოს, მაგრამ შენთვის ეს რეალობა უნდა იყოს. შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ შენს ნათესავთან, ახლობელთან, ელაპარაკო პოლიტიკურ მოვლენებზე. თვალი აუხილო იმაზე, რაც ხდება, იმიტომ რომ ადამიანები უყურებენ და ვერ ხედავენ. შენ შეგიძლია გაუშიფრო ეს ყველაფერი წმინდა წერილის ფონზე და უთხრა, ნახე, შეხედე გაეროს რეზოლუციას, შეხედე რას აპირებენ პოლიტიკოსები, შეხედე ზაქარიამ თავის წინასწარმეტყველებაში 2500 წლის წინ როგორი წინასწარმეტყველა ის, რაც უნდა მომხდარიყო დღეს. ზაქარია წინასწარმეტყველის მე-14 თავი. გამოცხადების მე-12 თავი. ნახეთ რა წერია, YouTube-ზე ნახეთ რამდენი ადამიანი წინასწარ ხილვაში ხედავს ამას, როგორ მოდის უფალი, როგორ ალყაში ექცევა იერუსალიმი, იქადაგეთ. დაიუნჯეთ ზეცაში, მოემზადეთ, ილოცეთ, ეძიეთ ღმერთის სიტყვა და გახსოვდეთ, რომ დრო აღარ არის. ძალიან ცოტა დროა. კარიერაზე მეტად შემიძლია გაბედულად თქვა, სწავლაზე მეტად, სამსახურებზე მეტად, გათხოვებაზე მეტად, ცოლის მოყვანაზე მეტად.
მანქანის ყიდვაზე მეტად და სხვა რაღაც წუთიერ სიამოვნებებზე მეტად. იფიქრეთ იმაზე, რომ ძალიან ახლოს არის ზეციური სამეფო. ამიტომ უნდა მოვინანიოთ ჩვენც, განვიწმინდოთ ჩვენც ქრისტე იესოს სისხლით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა უკადაგოთ სახარება. იმიტომ რომ შეიძლება ეს ქვეყანა ინგრევა, შეიძლება ეს ქვეყნიერება ომის ქარცეცხლში, მიწისძვრებში გაეხვევა, მაგრამ ეს იმიტომ არ დაიწერა, რომ ჩვენ შეშინებულები ვიყოთ. ეს იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენ იმედიანად ველოდეთ უფალს და მომზადებულები დავხდეთ. ამენ. მოდით წამოვდგეთ ახლა. უფალი დაგვეხმაროს. მოგცეს ძალა, ცხებულება, სიბრძნე, რომ მივყვეთ უფალს, ვიქადაგოთ სახარება, მივეწებოთ. არის კონკრეტული ცოდვები, რომლისგანაც ვერ თავისუფლდებით, არის კონკრეტული გულისხმები, რომელიც ჩვენზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ თუ უფალს თხოვ, უფალი დაგეხმარება. უფალმა მარტო ის კი არ განჭვრიტა 2500 წლის წინ, რომ ასეთი რაღაცები მოხდებოდა ჩვენი ამ დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. მან ისიც თქვა, თხოვე და მოგცემ, მეძიე და მიპოვე, დააკაკუნე და გაგიღება. თავისუფლებისთვის გაგანთავისუფლე მე. ჩემით ყველაფერს შეძლებ. მან თუ ის განჭვრიტა, ისიც იცის, როგორ უნდა გაგანთავისუფლო შენ კონკრეტული გულისხმებისგან, კონკრეტული ცოდვებისგან, კონკრეტული არასწორი ჩვევებისგან, ფიქრებისგან, აზრებისგან. უბრალოდ უნდა მიენდო მას. ამენ.